იმის გათვალისწინებით, რომ ბატონი ნიკოლოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობს ხელს, იგი დიაბეტით არის დაავადებული, ასევე აწუხებს გული. მისი პიროვნების გათვალისწინებით გამომდინარე იქიდან, რომ ბატონი ნიკოლოზი წარსულში 42 წლის განმავლობაში სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობდა და მას აქვს მთელი რიგი დამსახურებებისა და ასე შემდგომ, მისი პიროვნების გათვალისწინებით სასამართლო შემოიფარგლა ნიკოლოზ ლაფერაშვილის მიმართ 400 ლარიანი ჯარიმით. ამ დროს ერთ-ერთი თანამშრომელია ბიჭიკაშვილი. მეუბნება, რატო იგინები? მე ვთხარი, ბავშვო, არ აღწვენი არას ვიგინები. საბუთები მომთხოვეთ, მოგეცი. რატო იგინები? არ ვიგინები, მე ვთხარი, კაცო. ესე ოთხივე მომეხდნენ, ნუ მივხვდი რაც უნდათ, რა უნდათ რომ მე ხელი მეხმარა პროვოკაცია. დამადეს ნაუსიკები, ვთხოვ, შემახვედით, დაუძახეთ პოლიციის უფროს. დაუხაძახეთ ადვოკატს. დაუძახე მოადგილეს, დაუძახეთ პატრულის ყველა თქო შემახვედრეთ, მე ვთხარი. აბსოლუტურად თუ არის. დააჯებ, ბოდიშვილი, საპირფარეში ერთ წუთი გამიყვანეთ, მე ვთხარი. არა დღეს რადგანაც იგი არის ოპოზიციაში, არის მხარდამჭერი ოპოზიციური გაერთიანების, ამიტომ ის მიმართ განხორციელდა პოლიტიკური დევნა, დაირღვა ყველა უფლებები, მას ადვოკატთან არ შეუშვეს, არანაირი ითხოვდა წამალს და დახმარება არ გაეწია. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ამტკიცოს, რომ იყო ნამდვილი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური დევნა კოალიცია ქართული ოცნების წევრზე კასპში.